ამ აფეთქებამ სამყარო შეცვალა. ატომის გახლეჩვის პირველი ვეცდამ კაცობრიობას დაანახა, რომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ისეთი იარაღი, რომელსაც ყველაფრის დასრულება შეუძლია, რომელიც წამებში ანადგურებს ყველაფერს, ქალაქებს, ინფრასტრუქტურას, ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლეს და პოტენციურ მომავალს. ჩვენ მივეჩვიეთ იმაზე ფიქრს, რომ ბირთვული ომი შეიძლება ფილმების სიუჟეტში შეგვხვდეს, მაგრამ დღევანდელ დღეს, მაშინ როდესაც სამყაროში არსებობს 13,000-მდე ბირთვული ბომბი, საკმარისია მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ მიღებული არასწორი გადაწყვეტილება, ან ერთი ტექნიკური ხარვეზი, ან არა და ერთი პატარა ნაპერწკალი იმისთვის, რომ დასასრული დაიწყოს. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ იმაზე, თუ რა შეიძლება მოყვეს ბირთვულ ომს, რა ბედი ეწევა დედამიწას მას შემდეგ, რაც ეს პროცესი დაიწყება და გარდა ამისა, რა ელის კაცობრიობას ყველაზე კრიტიკულ მომენტებში. დღეს დეტალურად, მეცნიერული სიმულაციებისა და ისტორიული ფაქტების დახმარებით გაჩვენებთ იმას, რისი წარმოდგენაც არავის სურს. ვისაუბრებ იმაზე, თუ რა არის ბირთვული ზამთარი და ვის ექნება გადარჩენის რეალური შანსი. სანამ ამ ვიდეოს მთავარ სათქმელზე გადავიდოდე, მანამდე თხოვნა მექნება, რომ გამოიწეროთ არხი და გარდა ამისა გააზიაროთ ეს ვიდეო და დაალაიქოთ იგი. ეს არხს ეხმარება განვითარებაში. მოკლედ, თუ მზად ხართ, დავიწყოთ და როგორც ყოველთვის, ყველაფერს მივყვეთ ქრონოლოგიურად. ყველაფერი 1945 წლის 16 ივლისს, ნიუ-მექსიკოს უდაბნოში დაიწყო. პროექტ მანჰეტენის მეცნიერებმა რობერტ ოპენჰაიმერის ხელმძღვანელობით შექმნეს ის, რაც მანამდე მხოლოდ თეორიულ ფიზიკაში არსებობდა. იარაღი, რომელიც ენერგიას თავად სამყაროს ფუნდამენტური ნაწილაკებისგან, ატომების გახლეჩისგან იღებდა. ბომბის ტესტირების კოდური სახელი გახლდათ Trinity, რაც ქართულად ითარგმნება როგორც სამება. წარმოდგენა არ მაქვს რატომ შეარჩიეს ეს სახელი, მაგრამ ის, რაც დაზუსტებით ვიცი, გახლავთ ის, რომ დილის 5 საათსა და 29 წუთზე უდაბნოში არსებული სიბნელე ჩაანაცვლა კაშკაშა ნათებამ და გარდა ამისა კაცობრიობამ პირველად იხილა ეგრეთ წოდებული ბირთვული სოკო, რომელიც ამ ბომბის აფეთქებას მოყვა. ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც რობერტ ოპენჰაიმერი აი ამ აფეთქების პირისპირ როცა იყო, ინდუისტური წმინდა წერილიდან შემდეგ ფრაზაზე ფიქრობდა. ახლა მე გავხდი სიკვდილი, სამყაროთა დამანგრეველი. შესავალი დიდხანს რომ არ გამიგრძელდეს, გეტყვით იმას, რომ რობერტ ოპენჰაიმერზე უკვე მაქვს ჩაწერილი ვიდეო, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ, აი ასე გამოიყურება ეგრეთ წოდებული thumbnail-ი, მოკლედ გადადით, ნახეთ და გაეცანით, ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო ვიდეო არის და მანამ სანამ უშუალოდ ბომბის მთავარი გამოყენების ნიმუშზე გადავალ, ანუ ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე, მანამდე გეტყვით იმას, რომ ზოგადად იმ პერიოდშიც და პრინციპში თანამედროვე სამყაროშიც, იმიტომ რომ არაფერი არ შესრულა. იმას თუ რა როგორ განვითარდება ტექნოლოგიური და არა მხოლოდ ტექნოლოგიური თვალსაზრისით, წყვეტენ ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ მომავალში იყურებიან. 21 საუკუნეში ეს ყველაფერი არ შეცვლილა და თუ კი თქვენ გსურთ, რომ თქვენი ცხოვრება და არა მხოლოდ თქვენი ცხოვრება შეცვალოთ უკეთესობისკენ და დაეუფლოთ ახალ პროფესიას, მაშინ გეტყვით იმას, რომ ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში შეგიძლიათ ისწავლოთ თქვენთვის სასურველი მიმართულების მიხედვით და გამოიყენოთ პრომოკოდი პორტალი, რომელიც აბსოლუტურად ყველა კურსზე მოგანიჭებთ 15%-იან ფასდაკლებას. მოკლედ, ახლა მე მიუბრუნდები ატომური ბომბის ისტორიას, თქვენ კი გაეცანით ვიდეოს აღწერაში, რა თქმა უნდა, ლინკს დავტოვებ ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსებს გაეცანით და თუ სურვილი გექნებათ, გაიარეთ რომელიმე მათგანი. პრომოკოდის გამოყენება არ დაგავიწყდეთ, რა ვთავარია. 1945 წლის აგვისტოს 6 რიცხვში, დილის 8 საათსა და 15 წუთზე მოხდა ისეთი რამ, რამაც რეალობა ორ ნაწილად გაყო. იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ცხოვრება ჩვეულ რიტმში მიმდინარეობდა. იაპონელი ბავშვები სკოლაში წასასვლელად ემზადებოდნენ. მათი მშობლები კი სამსახურში მიდიოდნენ. არავინ იცოდა, რომ ცაში ამერიკული ბომბდამშენი B-29, სახელად ენოლა გეი, მათ თავზე იმყოფებოდა. დილის 8 საათსა და 15 წუთზე ბორტიდან ჩამოაგდეს ბომბი, რომლის კოდური სახელიც პატარა ბიჭი გახლდათ. ბომბი მიწის ზედაპირიდან 600 მეტრის სიმაღლეზე აფეთქდა. აფეთქებიდან წამის მიასეთში ჰაერის ტემპერატურა მზის ზედაპირისას გაუტოლდა. ყველაფერი, რაც ეპიცენტრთან ახლოს იმყოფებოდა, უბრალოდ აორთქლდა. ადამიანები, რომლებიც აფეთქების მომენტში ქუჩაში იყვნენ, მომენტალურად გაქრნენ. მათგან მხოლოდ მუქი სილუეტები, ეგრეთ წოდებული ბირთვული ჩრდილები დარჩა. დარტყმითმა ტალღამ, რომელიც ხმის სიჩქარეზე სწრაფად ვრცელდებოდა, რამდენიმე წამში მიწასთან გაასწორა ათობით ათასი შენობა. ცეცხლოვანმა შტორმმა კი ქალაქი ფაქტობრივად ერთ დიდ ღუმელად აქცია. სხვადასხვა მონაცემების მიხედვით ჰიროსიმაში მომხდარ აფეთქებას 70-დან 80,000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. და რაც ერთი შეხედვით, რომ დავფიქრდეთ, ისტორიაში ყველაზე მძიმე დღეს უდრის, მაგრამ რეალურად ეს არ იყო ერთდღიანი მოვლენა. იმიტომ რომ სულ რაღაც 72 საათში, ანუ 9 აგვისტოს, ქალაქ ნაგასაკიში ჩამოაგდეს მეორე ბომბი. მეორე ბომბს ერქვა ფეთმენი.
ანუ მსუქანა. ამ ბომბს უკვე 40,000-მდე მსხვერპლი მოყვა. და ერთი შეხედვით ეს მსხვერპლები არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ატომური ბომბის აფეთქებას მოყვეს, არა? რეალურად არა. იმიტომ რომ ის რაც ბირთვული ან ატომური ბომბის აფეთქების შემდეგ ხდება, იმაზე არანაკლებ დამანგრეველია, ვიდრე თავად აფეთქება. ადამიანებმა მასობრივად დაიწყეს სიკვდილის შინაგანი სისხლდენის, მაღალი სიცხისა და უჯრედების დაშლის გამო. სწორედ ამ ყველაფრის ფონზე გაიგო კაცობრიობამ ის თუ რას ნიშნავდა მწვავე რადიაციული ავადმყოფობა და როგორ შეუძლია უხილავ ნაწილაკებს ადამიანის ორგანიზმის შიგნიდან განადგურება. ატომურმა ბომბმა აჩვენა, რომ მას შეუძლია არა მხოლოდ შენობებისა და ქალაქების ნგრევა, არამედ ადამიანის განადგურება უჯრედულ დონეზე. იაპონიის კაპიტულაციით მეორე მსოფლიო ომი დასრულდა და იმის მაგივრად რომ მსოფლიო ლიდერებს ეფიქრათ იმაზე რომ ამ საზარელ ბომბზე უარი ეთქვათ, ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. დაიწყო პერიოდი, რომელსაც ისტორიაში ცივი ომის სახელით ვიცნობთ. ეს იყო ის დრო, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ იმაში, თუ ვის უფრო მძლავრი იარაღი ექნებოდა და ვინ უფრო მეტ არსენალს შექმნიდა. ამ ყველაფრის გარდა აღსანიშნავია ისიც, რომ ბირთვული იარაღი იმდენად დაიხვეწა, რომ დროსთან ერთად შეიქმნა წყალბადის ანუ თერმობირთვული ბომბები, რომელიც ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებულ ბომბებს სიმძლავრით უკვე 1000-ჯერ აღემატებოდა. ბომბების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა და კაცობრიობა ნელ-ნელა უახლოვდებოდა მომენტს, როდესაც ერთი არასწორი ნაბიჯი ყველაფერს დაასრულებდა. ეს მომენტი 1962 წელს დადგა. საბჭოთა კავშირის მიერ კუბაზე ბირთვული რაკეტების საიდუმლოდ განთავსებამ და ამერიკის მიერ კუნძულის საზღვაო ბლოკადამ მსოფლიო აპოკალიფსის ზღვარზე დააყენა. 13 დღის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა სახელმწიფოს მეთაური სუნთქვა შეკრული ადევნებდა თვალს მიმდინარე მოვლენებს. ეს იყო ისტორიაში ერთადერთი მომენტი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები DEFCON 2-ის საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადავიდნენ. წითელ ღილაკზე თითის დაჭერამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი რჩებოდა. სხვათა შორის ბევრმა შეიძლება არ იცოდეს ეს ისტორია, მაგრამ ამ პერიოდში კაცობრიობის ბედი არა მხოლოდ თეთრ სახლში ან არა და კრემლში, არამედ ერთ საბჭოურ ნავში, კერძოდ კი B-59-ში გადაწყდა. ეს არის ის საბჭოური წყალქვეშა ნავი, რომლის ტორპედოსაც აქვს ჩაშენებული ბირთვული იარაღი და ამერიკელებმა იგი ალყაში მოაქციეს. შესაბამისად, ეკიპაჟს თავიდან ბოლომდე შეეზღუდა გარე სამყაროსთან კომუნიკაცია. წარმოიდგინეთ, ამ დროს ეკიპაჟი იმყოფება წყლის ქვეშ და ისინი ფიქრობენ, რომ ბირთვული ომი ეგაა დაწყებულიო. და სამი მეთაურიდან ორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტორპედო, რომელზეც ბირთვული იარაღი იყო ჩაშენებული, გაეშვათ, მაგრამ ერთმა, კერძოდ კი ვასილი არხიპოვმა, ამ გადაწყვეტილებაზე უარი განაცხადა. და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი მადლობა ვასილი არხიპოვს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება არ მიიღო, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს ამ ვიდეოს ვერ იხილავდით. იმიტომ რომ ბირთვული ომი აუცილებლად დაიწყებოდა. მოკლედ ეს იმდენად კომპლექსური ისტორიაა და ზოგადად ბირთვული თემატიკა იმდენად კომპლექსურია, რომ უამრავი ვიდეოს ჩაწერა არის შესაძლებელი. გაწევრიანდეთ ჩვენთან Telegram არხზე და ერთად განვიხილოთ ის თუ რა მიმართულება შეგვიძლიათ მივცეთ არხს და რა ვიდეოები ჩავწეროთ და რა ვიდეოები არა. კაი, მოკლედ ცოტა გამიგზელდა, გაწევრიანდით Telegram არხზე, მე კი მიუბრუნდები მანამდე ჩვენი დღევანდელი ვიდეოს მთავარ სათქმელს. კარიბის ზღვის კრიზისმა მსოფლიო ლიდერები იმდენად შეაშინა, რომ მათ გააცნობიერეს, ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ ვერ იქნება. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო პირველი სერიოზული მცდელობები ამ საფრთხის შესაჩერებლად. 1968 წელს ხელი მოეწერა ბირთვული იარაღის გავრცელებლობის ხელშეკრულებას, რომელმაც გარკვეული წესები შემოიტანა. თუმცა რეალობა მაინც უცვლელი დარჩა. ძალაუფლების ბალანსი კვლავ იმის მიხედვით განისაზღვრებოდა, თუ ვის რამდენი ბომბი ჰქონდა. და სწორედ აქვაწყდებით შემდეგ შეკითხვას. რა ხდება დღეს? რა ხდება იმ რეალობაში, სადაც არაერთი სახელმწიფო არსებობს, რომელიც ფლობს იმ ტიპის იარაღს, რომელსაც სრულიად უპრობლემოდ შეუძლია სამყაროს განადგურება. ინარჩუნებენ თუ არა, უბრალოდ კი მიყვებიან თუ არა ისინი იმ წესებს, რომლებიც თავად მოიფიქრეს, რა ხდება თანამედროვე გეოპოლიტიკურ ჭადრაკში, მით უმეტეს კი ბირთვული იარაღის მიმართულებით და რამდენად ახლოს ვართ იმ პროცესთან, სადაც ერთ ღილაკზე თითის დაჭერა გადაწყვეტს სამყაროს ბედს. მოკლედ, მე მგონი ჯობია რომ ისტორიულ ექსკურსს თავი დავანებოთ და აი ამ საკითხს მივხედოთ. დღეს მსოფლიოში ოფიციალურად არსებობს ეგრეთ წოდებული ბირთვული კლუბი. იმ სახელმწიფოთა ელიტარული ჯგუფი, რომლებსაც ოფიციალური ან არაოფიციალური წვდომა აქვთ პლანეტის ყველაზე საშიშ იარაღთან.
და თუ გონიათ, რომ მათი გამოყენების საფრთხე ცივი ომის დასრულების შემდეგ შემცირდა, რა თქმა უნდა, ცდებით. დღევანდელ სამყაროში, ანუ 21 საუკუნეში არსებობს 13,000-მდე ეგრეთ წოდებული ბირთვული ქობინი, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოშია გადანაწილებული. ამ უზარმაზარი აპოკალიფსური არსენალის თითქმის 90% გადანაწილებულია ორ სახელმწიფოზე: რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებზე. თითოეულ მათგანს 5,000-ზე მეტი ბირთვული ქობინი აქვს, რაც საკმარისია პლანეტაზე არსებული ყოველგვარი სიცოცხლის გასანადგურებლად. მათ გარდა ბირთვულ კლუბში კიდევ 7 მოთამაშეა: ჩინეთი, რომელიც თავის არსენალს წარმოუდგენელი სისწრაფით ზრდის, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. მათ შემდეგ მოდის აზიის ცხელი წერტილები, პაკისტანი და ინდოეთი. და ამას გარდა, რა თქმა უნდა, ჩრდილოეთ კორეაც, რომელიც მუდმივად აშინებს სამყაროს ბირთვული გამოცდებით. წესი და რიგით ამ სიაში უნდა იყოს ისრაელიც, თუმცა ოფიციალური წარმომადგენლები არ ადასტურებენ იმას, რომ მათ ბირთვული იარაღი აქვთ, მაგრამ რატომღაც ჩემი ინტუიცია მკარნახობს, რომ ისრაელსაც აქვს ბირთვული იარაღი. ახლა რაც შეეხება შემდეგ საკითხს. ის ფაქტი კი არ არის ცუდი, კი ეგ თავისთავად ცუდი არის, რომ 13,000-მდე ბირთვული ქობინი არსებობს და შესაბამისად არსებობენ ის სახელმწიფოები, რომლებსაც აი ასე ერთი ხელის გადკაცუნებით თუ თითების გადკაცუნებით შეუძლიათ სამყაროს ბედი გადაწყვიტონ. არამედ ცუდი არის ის ფაქტი, რომ ეს ქვეყნები მუდმივ პოლიტიკურ კონფლიქტში იმყოფებიან და თუ კი ოდესღაც ეს იარაღი შეიქმნა იმისთვის, რომ სამყაროში მშვიდობა დაესადგურებინა, ახლა იგი გახდა პოლიტიკური გავლენისა და გარდა ამისა შანტაჟის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად. და მოდით ახლა ვისაუბრებ იმაზე, თუ რომელი ქვეყნები არიან მუდმივ პოლიტიკურ კონფლიქტში და რომლები არიან შედარებით უფრო ნაკლებად, მაგრამ მაინც ასე თუ ისე პოლიტიკურ კონფლიქტებში გარეულები. პირველი და ყველაზე აშკარა ხაზი გახლავთ დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომელიც ბოლო წლებში ისეთ პიკს აღწევს, როგორც ცივი ომის ყველაზე ბნელ პერიოდშიც კი არ ყოფილა. მეორე მხარესაა ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მზარდი კონფლიქტი ტაივანის გარშემო, სადაც ორი გიგანტის ინტერესები პირდაპირ ეჯახება ერთმანეთს. არანაკლებ საშიშია მცირე რეგიონალური კერები, მაგალითად ინდოეთსა და პაკისტანს შორის, რომლებსაც ერთმანეთთან ღია ტერიტორიული და რელიგიური კონფლიქტი აქვს. აქ ლოკალური ომის დაწყება ავტომატურად ნიშნავს ბირთვული იარაღის გამოყენების უზარმაზარ რისკს. მანამ სანამ იმაზე ვისაუბრებ, თუ რა თეორიები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება დაიწყოს ბირთვული ომი, აუცილებლად სახსენებელია ის ფაქტი, რომ ჰიროსიმაში და ნაგასაკიში ჩამოგდებული ბომბების სიმძლავრე გახლდა 15 კილოტონა. და მაშინ, როდესაც ჩვენ წარმოვიდგენთ ატომური იარაღის გამოყენებას, ანუ ატომური ბომბის გამოყენებას, ყოველთვის ვაკავშირებთ ჩვენ და უნებურად ამ ბომბის მასშტაბებს ჰიროსიმას და ნაგასაკის. არადა რეალობა უკვე თავიდან ბოლომდე შეცვლილია. და მასშტაბებიც ბევრად უფრო გაძრდილია. საუბარი მაქვს იმაზე, რომ 1961 წელს საბჭოთა კავშირმა გამოსცა და ცარ ბომბა, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი ძალის მქონე იარაღი. ეს იყო 50 მეგატონიანი წყალბადის ბომბი, რომლის სიმძლავრეც ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ბომბს დაახლოებით 3300 ჯერ აღემატებოდა. 1961 წლის 30 ოქტომბერს მისი აფეთქებისას წარმოქმნილი ცეცხლოვანი ბურთის რადიუსმა 4 კილომეტრს მიაღწია, ხოლო ბირთვული სოკო 67 კილომეტრის სიმაღლის გახლდა და ის ფაქტობრივად კოსმოსის საზღვარს შეეხო. აფეთქების დარტყმით მათ ალღამ დედამიწას არა ერთხელ, არამედ სამჯერ შემოუარა. 100 კილომეტრის რადიუსში ფლორა და ფაუნა განადგურდა. სამხედრო თვალსაზრისით ეს ბომბი მაინც და მაინც ხელსაყრელი არ ყოფილა და მიზეზი გახლავთ ის, რომ ის იმდენად დიდი და მძიმე იყო, რომ ვერც ერთი თვითმფრინავი მტრის ტერიტორიამდე მას უსაფრთხოდ ვერ მიიტანდა, მაგრამ თანამედროვე სამყაროში რა თქმა უნდა ყველაფერი შეცვლილია. დღეს კონტინენტთაშორისი რაკეტების ქობინები სწორედ ამ თერმობირთვულ ტექნოლოგიაზეა აგებული და მათ უპრობლემოდ შეუძლიათ მსგავსი ბომბის არაპირობითად მეზობელ ქვეყანაში, არამედ სულ სხვა კონტინენტზე ჩამოგდება. სწორედ აქ მივდივართ ამ ვიდეოს ყველაზე დაძაბულ, მწვავედ და იდეაში მძიმე წერტილამდე. იმიტომ რომ ბევრ ადამიანს გონია, რომ თუ კი ბირთვული ომი დაიწყება, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ყველა ქვეყანა ერთდროულად გაისვრის ამ თავის ბირთვულ იარაღს და ეგ არის. დედამიწა მომენტალურად განადგურდება, მაგრამ რეალობა ბევრად უფრო ვერაგია. სუფთა სამხედრო თვალსაზრისით არსებობს ორი განსხვავებული ტიპის ბირთვული იარაღი და თითოეული მათგანის გამოყენების შემთხვევაში ეგრეთ წოდებული თამაშის წესებიც იცვლება. პირველი გახლავთ ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რომელიც შედარებით მცირე სიმძლავრის გახლავთ. ისინი ჩამორჩებიან ზიანის მიყენების პოტენციალით ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებულ ბომბებს და განკუთვნილი არიან უშუალოდ ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად. მაგალითად, მოწინააღმდეგის დიდი სამხედრო ბაზის, გემების, კოლონის ან გამაგრებული ფრონტის ხაზის გასანადგურებლად. აი მეორე კი სტრატეგიული ბირთვული იარაღი გახლავთ.
ეს ის გიგანტური კონტინენტთაშორისი რაკეტებია, რომელთა მიზანიც ფრონტი კი არა, მოწინააღმდეგის მეგაპოლისების, ეკონომიკური ცენტრებისა და შეიძლება ითქვას, მთელი ცივილიზაციის მიწასთან გასწორებაა. ანუ გამოდის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ დედამიწის აღსასრული დაიწყება. მთელი რიგი საკითხები დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტულად რა ტიპის იარაღს გამოიყენებს ესა თუ ის კონკრეტული სახელმწიფო. და ხო, ამაზე არანაკლებად მნიშვნელოვანია ის, თუ რატომ შეიძლება, რომ ამა თუ იმ სახელმწიფომ გამოიყენოს ბირთვული იარაღი. და ამაზე სამხედრო ექსპერტებს და გეოპოლიტიკოსებს სამი განსხვავებული სცენარი აქვს. მოდი განვიხილოთ თითოეული მათგანი. პირველი სცენარის მიხედვით შესაძლებელია, რომ მოხდეს რაიმე სახის რეგიონალური ომი, რომელიც ჩვეულებრივი ტრადიციული იარაღით მიმდინარეობს. წარმოვიდგინოთ, რომ ერთ-ერთი ბირთვული სახელმწიფო ამ ომს აგებს. მისი ფრონტის ხაზი ინგრევა. პოლიტიკური რეჟიმი კი სრული კოლაფსისა და განადგურების წინაშე დგება. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ლიდერი იღებს გადაწყვეტილებას ბრძოლის ველზე ან დაუსახლებელ ტერიტორიაზე სიმბოლურად გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული ბომბი. მსგავს სიტუაციაში მიზანი შეიძლება ითქვას, რომ შოკის მოგვრაა, მაგრამ ამას, რა თქმა უნდა, საპასუხო რეაქციაც მოყვება იმ სახელმწიფოსგან, რომელიც ასევე ბირთვული სახელმწიფოა და შესაბამისად, ერთ ბომბს მოყვება 2, ორ ბომბს მოყვება 4, 4, 8, 16, 32 და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და დროსთან ერთად კონფლიქტი, რომელიც თავის დროზე ლოკალური იყო, გახდება ბევრად უფრო გლობალური. აქ ერთი რაღაც უნდა შეგახსენოთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი რამ აუცილებლად მოხდება. ეს უბრალოდ პოტენციური თეორიაა, კი არა, პოტენციური სცენარია და არა თეორია. და გარდა ამისა, იმასაც შეგახსენეთ, რომ არხი გამოიწეროთ და ჩვენთან Telegram არხზე გაწევრიანდეთ. კაი, გავაგრძელებ ისტორიას. მეორე სცენარის მიხედვით მსგავსი რამ შეიძლება არა ერთი კონკრეტული ტირანის გადაწყვეტილებას, არამედ ტექნოლოგიურ ხარვეს მოყვეს. ამერიკის შეერთებულ შტატებსაც და რუსეთსაც აქვთ ეგრეთ წოდებული ადრეული შეტყობინების სისტემები, სატელიტები და რადარები, რომლებიც კოსმოსიდან აკონტროლებენ რაკეტების გაშვებას. თუ სისტემამ დააფიქსირა, რომ მოწინააღმდეგემ რაკეტები გაუშვა, საპასუხო შეტევაზე ფიქრის დრო აღარ არსებობს. კონტინენტთაშორისი რაკეტა ამერიკიდან მოსკოვამდე ან პირიქით სულ რაღაც 25-30 წუთში მიაღწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს 15-დან 20 წუთამდე ექნება საიმისოდ, რომ გაანალიზოს თავდასხმა რეალურია თუ არა. თუ ის დროულად არ გასცემს საპასუხო დარტყმის ბრძანებას, მისი ბირთვული არსენალი მიწაშივე განადგურდება. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ის მაჩვენებელი, რომელიც კომპიუტერებმა დააფიქსირეს, უბრალოდ ტექნიკური ხარვეზია. წარმოიდგინეთ, რამხელა ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს ამა თუ იმ კონკრეტული ქვეყნის ლიდერი, არ დავასახელებ რომელიც, ეს უბრალოდ თეორია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, და ამ ადამიანმა შეიძლება ესე უბრალოდ კომპიუტერული ხარვეზის გამო ხელი მოაწეროს სამყაროს აღსასრულს. ნუ ეს მეორე სცენარის მიხედვით, მაგრამ ამ მეორეს გარდა არსებობს კიდევ ერთი სცენარი, რომელსაც first strike-ის სახელით იცნობენ, ანუ პირველი დარტყმის სახელით იცნობენ და მისი შინაარსი მდგომარეობს შემდეგში. დაარტყი მანამ სანამ დაგარტყამენ შენ. როდესაც გეოპოლიტიკური დაძაბულობა უკიდურეს ზღვარზეა, ერთ-ერთმა მხარემ შეიძლება ჩათვალოს, რომ ომი გარდაუვალია და მოწინააღმდეგე რამდენიმე საათში მაინც დაარტყამს. შიშისგან პარალიზებულმა შტაბმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომ პირველმა მიაყენოს დარტყმა მტერს. სწორედ ამ სცენარების გამო მიიჩნევა, რომ ბირთვული იარაღი არის არა ინსტრუმენტი, რომელიც მშვიდობას მოგვიტანს, არამედ ჩვენს თავებზე დაკიდებული დამოკლეს მახვილი, რომელიც როდის მოწყდება და როდის წაგვაწყვეტს თავს, კაცი შვილმა არ იცის. რეალურად არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზეზის გამო დაიწყება ბირთვული ომი. რომელიღაცა პოლიტიკოსი მიიღებს არასწორ გადაწყვეტილებას, ტექნიკური ხარვეზი იქნება, თუ უბრალოდ ვიღაცებს, ანუ ორ დაპირისპირებულ სახელმწიფოს ერთმანეთის განადგურება მოუნდება. საბოლოო ჯამში, შედეგი, რასაც ბირთვული ომის დაწყების შემდეგ მივიღებთ, ნებისმიერი სცენარის მიხედვით ყოველთვის ერთი და იგივე იქნება. და ახლა ვისაუბრებ ზუსტად იმაზე, რის გამოც ამ ვიდეოს ვწერ. ანუ იმაზე, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კი ბირთვული ომი დაიწყება. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური კვლევებისა და ცივი ომის დროს ჩატარებული ასობით ბირთვული სიმულაციის შემდეგ მიღებული დასკვნები გვადლევს იმის საშუალებას, რომ დეტალურად დავაკვირდეთ იმას, თუ რა მოყვება ბირთვულ ომს პირველივე წამებიდან. აფეთქების პირველივე მილიწამში რეაქციის შედეგად გამოიყოფა ენერგიის სამი ნაკადი: რენტგენის სხივები, გამა გამოსხივება და თერმული რადიაცია. სანამ ხმა ან დარტყმითი ტალღა რაიმე ობიექტს მიაღწევს, პირველი რამ რაც დაზიანდება იქნება დედამიწის იონოსფერო. ელექტრომაგნიტური იმპულსი დააზიანებს აფეთქების რადიუსში არსებულ ყველა ელექტრონულ მოწყობილობას, ტრანზისტორს და მიკროსქემას. ელექტროენერგია გაითიშება.
მობილური ანძებისა და ინტერნეტის გათიშვა კი საინფორმაციო ბლოკადას გამოიწვევს. აფეთქების ეპიცენტრში წნევა რამდენიმე მილიონ ატმოსფეროს მიაღწევს. ტემპერატურა კი 100 მილიონ გრადუს ცელსიუს, რაც 6-ჯერ აღემატება მზის ბირთვის ტემპერატურას. ლორენს ლივერმონის ეროვნული ლაბორატორიის კვლევების მიხედვით, ამ ზონაში ფიზიკურად ვერ იარსებებს მყარი ნივთიერება. ანუ წარმოიდგინეთ აბსოლუტურად ყველაფერი: მეტალის კონსტრუქციები, ბეტონის კონსტრუქციები, ფლორა, ფაუნა, ადამიანები, აბსოლუტურად ყველაფერი გადავა აირად მდგომარეობაში და შესაბამისად ყველაფერი აორთქლდება. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება, იმიტომ რომ აფეთქება გამოიწვევს იმას, რომ ჰაერის მასები არა უბრალოდ ხმის სიჩქარით, არამედ ზებგერითის სიჩქარით დაიწყებენ მოძრაობას. ამერიკის შეერთებული შტატების ატომური ენერგიის კომისიის მონაცემებით, ეპიცენტრიდან 5 კილომეტრის რადიუსში ეს ტალღა დაანგრევს ყველაზე მყარ რკინა-ბეტონის შენობებსაც კი. აი თერმული გამოსხივება 10-15 კილომეტრის მოშორებით მყოფ ადამიანებსაც კი მიაყენებს მესამე ხარისხის დამწრობას და დაუწვავს თვალის ბადურას, რაც მომენტალურ სიბრმავეს გამოიწვევს. მაგრამ ესეც მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია, იმიტომ რომ ბირთვული ფიზიკოსი ლუის სლოტინი და სხვა ექსპერტები ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში საუბრობდნენ იმაზე, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებისას ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი კი, რა თქმა უნდა, არის უშუალოდ აფეთქების პროცესი, მაგრამ ის რაც ამ პროცესს მოყვება, ის პროცესი, რომლის გაჩერებაც შეუძლებელია, ბევრად უფრო მომაკვდინებელი იქნება ეგრეთ წოდებულ long term-ში, ანუ გრძელვადიან პერსპექტივაში. როდესაც ათასობით დანგრეული შენობა, გაზსადენი და საწვავის აუზი ერთდროულად დაალდება, დაიწყება პროცესი, რომელიც მეცნიერებაში ცნობილია როგორც ცეცხლოვანი შტორმი. ეს ფენომენი დეტალურად შეისწავლა ამერიკელმა ატმოსფეროს მკვლევარმა რიჩარდ ტურკომ. ეპიცენტრის გარშემო ჰაერი გათბება 800-დან 1000 გრადუს ცელსიუსამდე. ფიზიკის კანონების მიხედვით, ცხელი ჰაერი გიგანტური სიჩქარით დაიძრება ზემოთ, ხოლო მის ადგილას ქვემოდან ვაკუუმის პრინციპით ცივი ჰაერის მასები შემოიჭრება. შეიქმნება ხელოვნური ქარიშხალი, რომლის სიჩქარეც საათში 200 კილომეტრს გადააჭარბებს. ეს ქარიშხალი ჟანგბად სრულად შეისრუტავს მიწის ზედაპირიდან, რის გამოც ადამიანები, რომლებიც მიწისქვეშა ბუნკერებსა და მეტროპოლიტენში დაიმალნენ, დაიღუპებიან არა ნგრევისგან ან დამწვრობისგან, არამედ ასფიქსიით, ჟანგბადის სრული განადგურებისა და ნახშირორ ჟანგის მოწამვლის გამო. აფეთქების შედეგად მილიონობით ტონა ქალაქის მტვერი, ანუ საუბარი მაქვს შენობების ნანგრევებზე, ისევე როგორც ნიადაგი და ისევე როგორც ფერფლი, ატმოსფეროს ყველაზე ზედა მხარეს სტრატოსფეროში ავა, სადაც ისინი უკვე რადიაციულად დამოხტულები იქნებიან. და ეს კიდევ ერთ საკმაოდ საზარელ შედეგს მოუტანს კაცობრიობას. გაეროს რადიაციის ეფექტების სამეცნიერო კომიტეტის ანგარიშების მიხედვით, აფეთქებიდან 12-დან 24 საათში ეს მასა იწყებს კონდენსაციას და მიწაზე შავი წვიმის სახით ბრუნდება. მაღალი ატმოსფერული ქარების გამო, ეს რადიოაქტიური ღრუბელი გადაადგილდება ასეულობით და 1000-ობით კილომეტრზე. ვინც ამ ნალექი ზონაში მოყვება, იღებს რადიაციის კრიტიკულ დოზას, 6 გრეიზე მეტს. ამ დროს ადამიანის ორგანიზმში იწყება დნმ-ის ჯაჭვების მწვრევა, ძვლის ტვინის უჯრედების ყდომა და შინაგანი ორგანოების დაშლა. სიკვდილი კი რამდენიმე დღეში დგება. ის ყველაფერი, რაც ახლა აღწერე, არის მხოლოდ ერთი ბომბის მიერ გამოწვეული შედეგი. და მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ბირთვული ომი იწყება, ანუ სხვადასხვა ქვეყნები იყენებენ არა 1 და 2, არამედ რამდენიმე ათეულ ან თუნდაც ასეულ ბირთვულ ქობინს, ამ სიტუაციაში ყველა ის შედეგი, რაზეც ახლა ვისაუბრე, ერთმანეთთან ჯამდება, ან უпростоრედ მრავლდება კიდეც და ბევრად უფრო დამანგრეველი ხდება, ვიდრე ერთი კონკრეტული ბომბის აფეთქების შემთხვევაში. და მაშინ, როდესაც სამხედრო ექსპერტები საუბრობენ ბირთვულ ომზე, ისინი განიხილავენ არა მხოლოდ დამანგრევალ ძალას, რომელიც აფეთქებას მოყვება, არამედ სისტემის სრულ კოლაფსაც კი. როდესაც ათასობით ელექტრომაგნიტური იმპულსი ერთდროულად ეჯახება დედამიწას, იწყება გლობალური ინფრასტრუქტურული დომინოს ქვების ტიპის ნგრევის პროცესი. რატგერსის უნივერსიტეტის კლიმატოლოგის, კერძოდ კი პროფესორ ალან რობოკის კვლევების მიხედვით, მასობრივი დარტყმები მომენტალურად გაანადგურებენ გლობალურ ენერგოსისტემას. სასმელი წყლის მიწოდება შეწყდება, რადგან ტუმბოები მწყობრიდან გამოვლენ. გაჩერდება ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ლოგისტიკური ჯაჭვები. სამყარო, რომელიც დამოკიდებულია მუდმივ ციფრულ კავშირზე, პარალიზებული იქნება. საავადმყოფოები, რომლებიც სასწაულებრივად შეიძლება გადაურჩნენ აფეთქების მიერ გამოწვეულ შედეგს, ვერ მიიღებენ პაციენტებს, მედიკამენტებისა და დენის არარსებობის გამო. გადარჩენილ ქალაქებში დაიწყება უმძიმესი ფსიქოლოგიური კოლაფსი, ტოტალური ანარქია და ომი გადარჩენილი რესურსების გადანაწილებისთვის.
ანუ გამოდის, რომ ბირთვული ომის დაწყების შემთხვევაში თქვენი გადარჩენა არ გადარჩენის საკითხი იმაზე კი არ დგას, თუ რამდენად შორს ხართ მომხდარი ეპიცენტრიდან, არამედ იმაზე, თუ რა სოციალური გარემო შეიკრება თქვენს ირგვლივ. იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვი, სამხედრო ექსპერტები ისევე როგორც სოციოლოგები საუბრობენ ეგრეთ წოდებულ სოციალურ კი არა და სისტემურ კოლაფსზე. რაც თავის მხრივ საკმაოდ კარგად არის ასახული როგორც თამაშ Fallout-ში, ასევე სერიალ Fallout-ში. ზოგადად გირჩევთ მაგ სერიალს და გარდა ამისა იმასაც გირჩევთ, რომ თუ კი სერიალების ირგვლივ გაინტერესებთ რაღაც სიახლეები, გამიწიროთ ჩემი მეგობრის ემას TikTok page-ი, რომელიც საინტერესო ფილმებზე და საინტერესო სერიალებზე საკმაოდ საინტერესოდ საუბრობს. კაი, მოკლედ მიუბრუნდები ახლა ჩემს მთავარ სათქმელს და გადავალ იმაზე, თუ რა ხდებოდა ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ბომბის აფეთქების შემდეგ. ჰიროსიმას ბირთვული კვლევების ინსტიტუტის ისტორიული მონაცემებით აფეთქების ტალღას და თერმულ გამოსხივებას ასობით ათასი მძიმედ დაშავებული, დამწვარი და დაბრმავებული ადამიანი ჰყავდა. თუმცა ჯანდაცვის სისტემა მოშლილი იყო და შესაბამისად საავადმყოფოებმა, რომელთა უმეტესობაც ნანგრევებად იყო ქცეული, ელემენტარული პირველადი დახმარების გაწევაც კი ვერ შეძლეს. ამას ემატებოდა რადიოაქტიური ნალექის პირველი ტალღა. ადამიანები, რომლებიც თავშესაფარს გარეთ დარჩნენ, იღებდნენ რადიაციის კრიტიკულ დოზებს, რაც იწვევდა იმუნური სისტემის სრულ განადგურებას. ინფექციურმა დაავადებებმა და ეპიდემიებმა ბომბის ჩამოგდებიდან რამდენიმე დღეშივე იფეთქა. მაშინ, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები და გარდა ამისა სისტემა თავიდან ბოლომდე მორყეულია, ანუ საუბარი მაქვს ჯანდაცვაზე, თავდაცვაზე, სამხედროებზე, პოლიციელებზე, მეხანძრეებზე და ასე შემდეგ, ყველაფერი უკვე ქაოსში იძირება. და ზოგადად სოციალური კვლევები და სოციოლოგიური კვლევითი ცენტრები საუბრობენ იმაზე, რომ აფეთქებას გადარჩენილი ადამიანები პირველ რიგში რასაც გააკეთებენ არის ის, რომ დაიწყებენ ერთმანეთთან ბრძოლას იმის გამო, რომ გადაინაწილონ ის რესურსი, რომელიც გადარჩა. და პრობლემა ის არის, რომ თუ კი დღეს ჩვენ თითოეული ჩვენგანი ყოველ შემთხვევაში იმ ამბიციებით ვართ, რომ ვართ ცივილიზებულები, ვართ ჰუმანურები და გვაქვს ადამიანური მორალური კომპასი, მაშინ, როდესაც ის მოხდება, რაზეც უკვე ვისაუბრე, ეს მორალური კომპასი უბრალოდ გატყდება და ჩვენ გადავალთ იმ სტადიაში, სადაც თავარი საყრდენ მამოძრავებელი რამ გახლავთ ერთადერთი ინსტინქტი, თვითგადარჩენის ინსტინქტი. სანამ კაცობრიობა ამ ლოკალურ ჯოჯოხეთში გონზე მოსვლას ცდილობს, დედამიწის ატმოსფეროში ირთვება ის გლობალური შეუქცევადი კლიმატური მექანიზმი, რომელსაც ვერცერთი ბუნკერი და ვერცერთი სიმდიდრე ვერ დაემალება. სწორედ აქ შევდივართ იმ ფაზაში, რომელსაც კარლ საგანმა ბირთვული ზამთარი უწოდა. სანამ ადამიანთა გადარჩენილი ნაწილი პირველი კვირის შედეგებს და მასშტაბებს ებრძვის, ამ პერიოდში იწყება პროცესი, რომელიც გლობალურად იმდენად მძიმე და იმდენად კატასტროფულია, რომ სულ რომ გადარჩნენ ეს ადამიანები, დროსთან ერთად არც მათ ელოდებათ კარგი ბედი. ჯერ კიდევ 1983 წლის დეკემბერში ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა ლეგენდარული ასტროფიზიკოსის, კარლ საგანისა და მისი კოლეგების ნაშრომი, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც TTAPS მოდელი. სწორედ ამ კვლევამ გააცნო სამყაროს ტერმინი ბირთვული ზამთარი. თანამედროვე ეპოქაში ბუნებრივია გადამოწმდა ის, რაზეც საუბრობდა კარლ საგანი და გადამოწმდა არა უბრალოდ, არამედ კოლორადოსა და რატგერსის უნივერსიტეტში არსებულ სუპერკომპიუტერულ სიმულაციაზე და აღმოჩნდა, რომ ყველაზე მძიმე სცენარიც კი, რომელზეც კარლ საგანი საუბრობდა, მათემატიკურად საკმაოდ ზუსტია. ათასობით ქალაქის, ნავთობის საცავისა და ტყის ერთდროული წვის შედეგად ცაში აიტყორცნება დაახლოებით 150 მილიონი ტონა შავი ნახშირბადი. ტროპოსფერული ქარები ამ მასას სულ რაღაც ორ კვირაში მთელ პლანეტაზე გადაანაწილებენ. იგი 10-დან 50-მდე კილომეტრის სიმაღლეზე ავა, ანუ იქ, სადაც წვიმა ფიზიკურად არ არსებობს და შესაბამისად წლების განმავლობაში ვერ ჩამოირეცხება. ის დაბლოკავს დედამიწამდე მოღწეული მზის სხივების 90%-ზე მეტს. ამ ყველაფერს მოყვება ეგრეთ წოდებული ბირთვული ღამე. კლიმატური მოდელებით დედამიწაზე ტემპერატურა მომენტალურად დაეცემა საშუალოდ 10-დან 15 გრადუს ცელსიუსამდე. თუმცა კონტინენტების სიღრმეებში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ცენტრალურ ევროპაში ვარდნა 20-დან 30 გრადუსამდე იქნება. ზაფხული უბრალოდ გაქრება და გამოდის, რომ ევროპასა და ამერიკაში ივლისსა და აგვისტოს თვეებშიც კი მინუს ტემპერატურა დაფიქსირდება და შესაბამისად დაიწყება ახალი გამყინვარების პერიოდი, რომლისთვისაც კაცობრიობა არ არის მზად. და ახლა ალბათ ბევრი ფიქრობს იმას, რომ
რო რამე მოსავალს მოიყვანს სათბურში. მაგრამ აქ ფიზიკას თქვენთვის კიდევ ერთი სურპრიზი აქვს. ბირთვული აფეთქების დროს ჰაერში აზოტი და ჟანგბადი წარმოქმნიან გიგანტური რაოდენობის აზოტის ოქსიდებს. ეს ნაერთები ატმოსფეროს ზედა ფენებში იწყებენ ოზონის მოლეკულების აქტიურ დაშლას. ატმოსფერული კვლევების ეროვნული ცენტრის მოდელებით ოზონის დამცავი ფენა გლობალურად 50-დან 70%-მდე განადგურდება. განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. ეს გამოიწვევს იმ ფენომენს, რომელსაც მეცნიერები ულტრაიისფერ აპოკალიფს უწოდებენ. ანუ იმ იშვიათ შემთხვევებშიც კი, მაშინ როდესაც ეს ჭვარტლის ღრუბლები გაიხსნება და მზის სხივები გამოჩნდება, ის მომაკვდინებელი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის. მზის მავნე UVB და UVC გამოსხივება ყოველგვარი ფილტრის გარეშე პირდაპირ დაეცემა დედამიწის ზედაპირს. ეს გამოიწვევს ნიადაგის მიკროორგანიზმებისა და მცენარეების ფოტოსინთეზის სრულ ბლოკირებას. ცოცხალი არსებები, რომლებიც ღია ცის ქვეშ აღმოჩნდებიან, რამდენიმე წუთში მიიღებენ კანის მძიმე დამწრობას და თვალის რქოვანას სრულ დაზიანებას, რაც მასობრივ გლობალურ დაბრმავებას გამოიწვევს როგორც ადამიანებში, ისე ცხოველებში. ბიოსფერო დაკარგავს თვით აღდგენის ყოველგვარ შანსს. ყველა ამ ფაქტორის გაერთიანება, ანუ საუბარი მაქვს მზის სხივების ფაქტობრივად სრულად გაუქმებაზე, იმიტომ რომ ვერ აღწევენ ისინი უკვე დედამიწის ზედაპირზე, გარდა ამისა ტოტალური გამყინვარება და პლუს ამასთან ერთად ოზონის შრის ფაქტობრივად სრულად განადგურება, საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ერთ შედეგამდე და ეს შედეგი გახლავთ შიმშილი. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ჯერ ადამიანების რაღაც გარკვეული კატეგორია უნდა გადაურჩეს ბირთვულ ომს და აფეთქების მიერ გამოწვეულ შედეგებს და ამის შემდეგ კიდევ ერთი რამ, რასაც უნდა დაუპირისპირდეს, არის შიმშილი. მაგრამ მოდით ესეც მეცნიერულად ავხსნათ, იმიტომ რომ არსებობს ერთი ესეთი საკმაოდ საინტერესო სამეცნიერო ჟურნალი, რომელსაც ქვია Nature Food და ამ ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია, რომლის მიხედვითაც დეტალურად და კარგად არის განხილული ის თუ რა გლობალური მასშტაბის შიმშილი შეიძლება მოყვეს რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაწყებულ ბირთვულ ომს. კვლევის მიხედვით, პირველივე 12 თვის განმავლობაში გლობალური კალორიების წარმოება დედამიწაზე 90%-ით შემცირდება. მეცხოველეობა, მემცენარეობა და მეთევზეობა პრაქტიკულად შეწყვეტს არსებობას. საერთაშორისო ვაჭრობა მომენტალურად დაიბლოკება, რადგან ყველა ქვეყანა დარჩენილი მარცვლეულის კონფლიქტური გზით შენარჩუნებას შეეცდება. მეცნიერების მათემატიკური გათვლებით, უშუალოდ აფეთქებებს დარტყმით ტალღას და მწვავე რადიაციას ომის პირველ დღეებში შეეწირება დაახლოებით 360 მილიონი ადამიანი. მაგრამ მომდევნო 2 წლის განმავლობაში ბირთვული ზამთრითა და ტოტალური შიმშილით დედამიწაზე 5 მილიარდზე მეტი ადამიანი გარდაიცვლება. ამ ყველაფრის ფონზე ჩნდება საკმაოდ ლოგიკური შეკითხვა. თუ კი ყველავთ ამხდებით იმაზე, რომ ბირთვული იარაღი მაინც და მაინც კარგი რამ არ არის, არ შეიძლება მისი გამოყენება, მაშინ რაღაცა აგრძელებენ სხვადასხვა ქვეყნები ამ ბირთვული იარაღის წარმოებას და გარდა ამისა ტესტირებას. იდეაში ახლა კი ყველა ქვეყანა იმას ამბობს, რომ ტესტირებებს უკვე აღარ გადიან, მაგრამ რა ხდება კულუარებში, კიდე სხვა საკითხია. საქმე ის არის, რომ სამხედრო ტერმინოლოგიაში არსებობს ერთი ასეთი უცნაური კონცეფცია, რომელსაც ქვია, ინგლისურად ქვია Mutually Assured Destruction, ანუ იგივე MAD, ანუ იგივე MED, რაც ქართულად ითარგმნება როგორც ან გიჟი, ან შეშლილი. ეს კონცეფცია თავის შინაარსში გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა სახელმწიფოები იმიტომ აწარმოებენ ბირთვულ იარაღს, რომ თუ კი პირობითად მათ თავს დაესხმებიან, მაშინ ამათაც ექნებათ საპასუხო თავდასხმის მინიმუმ გარანტია. და იდეაში ეს ერთგვარად ძალთა ბალანსს ქმნის. მაგრამ რამდენად რეალურია ეს ძალთა ბალანსი? ეგ უკვე სულ სხვა საკითხია. ჯერ კიდევ 1947 წელს პროექტ მანჰეტენის მონაწილე მეცნიერებმა შექმნეს სიმბოლური პროექტი განკითხვის დღის საათი Doomsday Clock. ეს საათი აჩვენებს თუ რამდენად ახლოსაა კაცობრიობა გლობალურ ბირთვულ კატასტროფასთან. შუაღამე ეს არის სამყაროს დასასრული. ცივი ომის ყველაზე დაძაბულ პერიოდშიც კი საათის ის არის შუაღამემდე 2 წუთით ადრე გაჩერდა. თუმცა დღეს მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური კრიზისების, საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევისა და ბირთვული რიტორიკის გამწვავების გამო ატომურ მეცნიერთა საბჭომ საათის ის არის ისტორიულ მინიმუმამდე დაიყვანა. ერთი სიტყვით ბირთვული იარაღი არის კაცობრიობის ისტორიაში შექმნილი ყველაზე ძლევამოსილი ან ყველაზე ძლავრი იარაღი, რომელსაც არაუბრალოდ კაცობრიობის და ადამიანების განადგურება, არამედ თავად ისტორიის განადგურება შეუძლია. მე როგორც უკვე გითხარით, ჯერ კიდევ 1945 წელს, მაშინ როდესაც რობერტ ოპენჰაიმერმა იხილა ის თუ რა შედეგი გამოიწვია ბირთვული იარაღის შექმნამ, მან თქვა ფრაზა ბჰაგავა გიტას წმინდა წერილებიდან, რომლის შინაარსიც გულისხმობდა იმას, რომ ადამიანმა შექმნა
ღმერთივით ძლიერი იარაღი და თავად გადაიქცა სიკვდილად, იმიტომ რომ არ აღმოაჩნდა იმის გონიერება, რომ ეს ძალა ემართა. 1957 წელს ჟურნალ Liberal Judaism-ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც აინშტაინს კითხეს მისი აზრით, რა იარაღს გამოიყენებდნენ პოტენციურ მესამე მსოფლიო ომში. რაზეც მეცნიერის პასუხი ასე ჟღერდა: მე არ ვიცი რა იარაღებით იბრძოლებენ მესამე მსოფლიო ომში, მაგრამ მეოთხე მსოფლიო ომში იბრძოლებენ ქვებითა და ჯოხებით. ძალიან მოკლედ რომ შევაჯამო, ეს არის ის თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს ან მესამე მსოფლიო ომს, ან მესამე მსოფლიო ომში გამოყენებულ ბირთვულ იარაღს და ძალიან დიდი მეც ვიტოვებ იმისა, რომ არც ერთი ადამიანი, არც მე და არც თქვენ, არც ჩემი შვილები და არც მათი შვილები არ იხილავენ ამ თეორიების პრაქტიკულ ასახვას ცხოვრებაში. თუმცა ეს ვიდეო საკმაოდ მნიშვნელოვანი მგონია. მნიშვნელოვანი მგონია იქიდან გამომდინარე, რომ აბსოლუტურად ყველამ უნდა ვიცოდეთ თუ რა რეალობაში ვცხოვრობთ. იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც ერთ წითელ ღილაკზე თითის დაჭერამ შეიძლება არა მხოლოდ ჩემი და თქვენი, არამედ მთელი პლანეტის ცხოვრების დღის წესრიგი შეცვალოს, ან საერთოდ ცხოვრება აი ასე გააუქმოს. საბოლოო ჯამში დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო და თუ ზოგადად ფიქრობთ, რომ ამ თემატიკის ირგვლივ კიდევ არის რაღაც საინტერესო დეტალები, რომელზეც გსურთ რომ ვიდეო ჩავიწერო, აუცილებლად ჩავწერ. უახლოეს მომავალში ვგეგმავ ვისაუბრო იმაზე, თუ რა ბუნკერები აქვთ აშენებული სხვადასხვა ქვეყნის მმართველებს, მილიარდერებს, ცნობილ ადამიანებს და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ ეგეც საკმაოდ საინტერესო იქნება, ასე რომ დაელოდეთ მომდევნო ვიდეოს და გარდა ამისა შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ გაწევრიანდეთ Telegram არხზე, რომელიც რა თქმა უნდა დალინკული იქნება და იქ ერთად განვიხილავთ ის თუ რა თემებზე შეიძლება მომდევნო ვიდეოების ჩაწერა. დღეისათვის სულ ეს იყო, დროებით.